ოცნების აი ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე საუბარს ვიწყებთ სტუდიაში. თინათინ ქავთარაძე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ გუშინ ვნახეთ იმედზე საუბარი, დებატები, დისკუსია, ვიცით თქვენ ამას რას დაარქმევთ. თქვენი აზრით რა გამოჩნდა ამ დებატების შემდეგ, რა არის ოცნების მიზანი? განსაკუთრებით აპელირებდა ირაკლი კობახიძე, რომ თითქოს აი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და ისინი რაღაცნაირად არგუმენტების გარეშე თავს ესხმიან ქართული ოცნების ლიდერებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გუშინდელ, ხო, როგორც ითქვა, ხა გუშინდელი შეხვედრა ამ პროპაგანდისტულ მედია საშუალებაზე არანაირად არ იყო არც დებატები და არც დისკუსია. ჩვენ ვუყურებდით, როგორ იჯდა ბატონი ირაკლი კობახიძე და ატარებდა ლექციას სემინარს. სემინარზე თითქოს აი რაღაცა წამყვანი ძალიან მოკლე მომენტებში რთავდა პროფესორებს, რაც კომიკური იყო ცალსახად. და ჩემთვის ყველაზე კომიკური იყო ის, რომ როდესაც კვოტებზე დაიწყო საუბარი, რომ აი მაგალითად რატომ გადაწყდა, რომ ასტროლინგვისტიკაზე 20 იყოს და სხვა უფრო მნიშვნელოვანზე იყოს 5 კვოტა. ანუ აქ დაიწყო ლაპარაკი ირაკლი კობახიძემ იმაზე, რომ კი ბატონო, კვოტებს გავზრდით. ანუ თავისთავად, ანუ ის სრული სურათი, ხო, რაც მას წარმოუდგინეს, რომ იქცევა განათლება, როგორც ასეთი, ანუ გამოშიგნა, დაჩეხვა უნივერსიტეტების არის მათი მიზანი, მან პასუხად მიუგო, რომ იცით რა, კვოტებს გავზრდით, არ ვიცი, 2 კაცით, ხო, 3 კაცით. ანუ მან არგუმენტებად რა მიიღო, ნახეთ, არგუმენტებად მიიღო კრიტიკა უშუალოდ იმ კონცეფციაზე, რაც მათ წარადგინეს. და სინამდვილეში მათ კონცეფცია საერთოდ არ ჰქონიათ. ამიტომ თავისთავად მე მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო კობახიძესთან საერთოდ რაიმე ფორმატით საუბარი მგონია, რომ შეცდომა, რადგან ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ეს აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ და ყველაზე მეტად რაც ქართულ ოცნებას არ მოსწონს არის ის, როდესაც მას არალეგიტიმურს უწოდებენ და ნებისმიერი ფორმა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს თქვან, რომ ჩვენ ვართ აი ლეგიტიმურები, მგონია, რომ ეს ფორმა შეცდომა. შესაბამისად, თავიდან ხო ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ დიდ სადისკუსიოდ არ მოვედით, თქვა კიდეც ქალბატონ ქეთიმ, რომ არ მივსულვართ ჩვენ სადებატოდ. თუმცა, როგორც გითხარით, ანუ ის, რასაც განათლების ექსპერტები და პროფესორები ლაპარაკობდნენ, კობახიძემ აბსოლუტურად უკუაგდო, აბსოლუტურად აისხლიტა, არანაირი არგუმენტი, რეალურად ის არგუმენტები, რაც მას წარუდგინეს, არანაირად არ მიიღო და ეს არის დემაგოგია. სოფიზმი ქვია ამას ფილოსოფიაში, მეგობრებო, სოფისტები იყვნენ ის, რასაც სოფისტები აკეთებდნენ იმას, რასაც კობახიძე აკეთებს. იმავე ლოგიკით შეიძლება ჩემი მშობელი ვცემო და ვუთხრა, რომ იცი რა მეკცემ, იმიტომ რომ შენთვის სიკეთე მინდა. ზუსტად ამას აკეთებდა კობახიძე გუშინ და არ შეიძლება ამ სოფის დემაგოგ ეგრეთ წოდებულ თვითმარქვია პრემიერ-მინისტრთან ლაპარაკი ეს ხო რეფორმაც არ არის. ეს არის მართლაც პირდაპირი გზა დაუქვემდებარო უნივერსიტეტი. აი რა ნაწილში ამყარებთ თქვენ აი ამ პოზიციას, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის უნივერსიტეტების გამოშიგნა და განსხვავებული აზრის დევნა? პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ილიას უნივერსიტეტი უკვე 20 წელიწადია, რაც არსებობს. დღეს არის ილიას უნივერსიტეტის დაბადების დღე, ულოცავ ილიას უნივერსიტეტს. ეს არის გერბი ილიას უნივერსიტეტის, ჩემთვის ძალიან ძვირფასი. და მე ვარ ერთ-ერთი ილიაუნელი, მე ამით ვამაყობ და ძალიან ბევრი ილიაუნელია 20 წლის განმავლობაში გამოზრდილი ის ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ დაამთავრეს ილიას უნივერსიტეტი, არამედ შემდეგ გახდნენ ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წევრები და წარმომადგენლები, ძალიან ღირსეული ადამიანები. შესაბამისად, ეს დეფორმა, ხო, რედეფორმა, თლიანად უკარგავს ილიას უნივერსიტეტს იმ ფუნქციას, იმ საზრის, იმ მიზანს, რაც მას ჰქონდა. პირველ ყოვლისა, ხო, რა არის უნივერსიტეტი? ეს არის ის ადგილი, სადაც ხდება ახალი ცოდნის შექმნა. როგორ წარმოგიდგენიათ შეიქმნას ახალი ცოდნა საუნივერსიტეტო სივრცეში თავისუფალი კვლევის გარეშე? შესაბამისად, ეს რედეფორმა კვლევის კომპონენტს კი არ აძლიერებს, პირიქით ასუსტებს. ანუ ეს რედეფორმა გვეუბნება, რომ თქვენ იქცევით დიპლომების გადამცემ ქარხანად.
ბიუროდ, რომელიც ახალ ცოდნას არ ქმნის, არამედ უბრალოდ აწარმოებს დიპლომებს. ეს იგივეა, რომ თქვენ ექიმს უთხრათ, არ მოარჩინო პაციენტი, არ უმკურნალო, მხოლოდ და მხოლოდ შეავსე ფორმა, მისი სახელი, გვარი და დამთავრდა. ანუ მთავარი ფუნქცია, რაც არის უნივერსიტეტებისა, ეს არის თავისუფალი კვლევის შესაძლებლობა, ამას ბოლომდე უსპობენ. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ეს დაიწყო 2013 წლიდან. ეს არ დაწყებულა დღეს. ნელ-ნელა დაიწყო თავისუფალი აკადემიური სივრცის გაკონტროლება, მისი ცენტრალიზაცია ყველანაირად შეეცადნენ, ჯერ კიდევ დაწყებული, როგორც გითხარით 2013 წლიდან, ცენტრალიზაცია, დაქვემდებარება და ახლა ეს არის ბოლო ეტაპი, რომელიც თუ გამოვა, საქართველოში უბრალოდ აღარ იარსებებს საუნივერსიტეტო სივრცე. იქ, სადაც იქნება ახალი ცოდნა. და ქვეყანაში, რომელსაც ახალი ცოდნა არ იქნება, ის უბრალოდ აღარ არსებობს. ხო, თუ აღარ არის ინტელექტუალური სივრცე და მომსპარია ინტელექტუალური სივრცე, მაშინ მომსპარია აზროვნებაც, ხო? მომსპარია კრიტიკული აზროვნება. თინათი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აი ეს დეფორმად შეფასებული ეს კონცეფცია სისრულეში არ მოვიდეს? თუ არსებობს ელეონიში რაიმე ტიპის გეგმა წინააღმდეგობის თვალსაზრისით და ეს გეგმა საჯარო გახდება თუ არა მათ შორის, რას აპირებთ თქვენ ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლები? ხო, არალეგიტიმურმა პრემიერმა გუშინ დიდი სიცოფით აღნიშნა, რომ აუდიტორიაშიო აქცია გამართეს სტუდენტებმა. ეს არის ის ენა, ერთადერთი ენა, რომელიც ესმის ამ არალეგიტიმურ მთავრობას და ეს არის შეუპოვარი წინააღმდეგობა თითოეული ჩვენგანისგან. შეუპოვარი წინააღმდეგობა, რომელსაც არ აქვს არანაირი ალტერნატივა. სხვადასხვა ფორმით, პროტესტის სხვადასხვა მშვიდობიანი ცხადია ფორმით, გამოხატვით, რომ ჩვენ არ შევეგუებით ამას, ჩვენ არ დავთმობთ ილიას უნივერსიტეტს. ეს არის ერთადერთი, რისაც ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას ესმის და მე მინდა გითხრათ, რომ როგორც კივე ჩვენ მათთან ეგრეთ წოდებულ დიალოგზე მივდივართ, ხო? ჩვენ ვჩანვართ ძალიან სუსტები და სუსტებს რუსები ზოგადად და ის რუსული მთავრობა, რომელიც შეყავს, სუსტებს არ ელაპარაკებიან. ხო, სუსტებს პირდაპირ გადაუვლიან ხოლმე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე სტუდენტებმა, რა თქმა უნდა, ლექტორებმა, აკადემიურმა პერსონალმა უნდა ვაჩვენოთ მუდმივი შეურიგებელი წინააღმდეგობით და არა იმით, რომ ჩვენ კი ბატონო დავთანხმდებით კვოტების გაზრდას. ჯერთი 300 სტუდენტის მიღებაზე არის ლაპარაკი, ანუ ფაქტობრივად აუქმებენ უნივერსიტეტს და აქ რა მოლაპარაკებაზე უნდა იყოს საერთოდ მსჯელობა, მე არ მესმის. როგორ ფიქრობთ, აი ამ პროცესში ამდენად მნიშვნელოვანი და სწორიც იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იგივე საგანმანათლებლო სივრცეებიდან ამ მიმართულებით თუ მუშაობთ? რა თქმა უნდა, ეს არის უპირველესად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ადრეც მithქვამს, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ხმის მიწვდენას იმაზე, რომ გვაუქმებენ, მიწასთან გვასწორებენ და უკვე გაგვასწორეს, თან გვეუბნებიან საერთაშორისო პროგრამებს გიტოვებთ და სინამდვილეში ეს ტყუილია, იმიტომ რომ შეუძლებელია საერთაშორისო პროგრამების დატოვება ამ ვითარებაში, რასაც ისინი ქმნიან. შესაბამისად, ერთადერთი აი ეს გამოსავალია წინააღმდეგობა, ლაპარაკი ჩვენს პარტნიორებთან და ლაპარაკი იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცა გეგმა უნდა არსებობდეს, ხო? გეგმა, რომ აი პირობითად არ აღიარებს უნივერსიტეტის დიპლომებს თვითმარქვია ხელისუფლება, ხო აღიარებს ევროპული უნივერსიტეტები და რა შეგვჭირდება ჩვენ იმის არალეგიტიმური მთავრობისგან აღიარება, როცა სტუდენტ შეუძლია რომ წავიდეს და ევროპაში გააგრძელოს სწავლა, ხო? შესაბამისად, აქ წინააღმდეგობას, როგორც გითხარით, ბევრი სხვადასხვა ფორმა უნდა ჰქონდეს, ყველას რითაც შეუძლია უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამ წინააღმდეგობასა და პროტესტში და მე მინდა ერთი რამე ვთქვა კიდევ, რომ საქმე არ ეხება არც აკადემიურ პერსონალს, რომელიც პირობითად უსამსახუროდ დარჩება, არც სტუდენტებს პირობითად, როგორ არ ეხებათ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვკარგავთ,
ეს არის მომავალი თაობა. ეს რედეფორმა თუ განხორციელდა, ჩვენ გვეყოლება სრულიად უვიცი, სრულიად გაუნათლებელი და სრულიად უმომავლო თაობა. და ჩვენ რაც ცდილობს ქართული ოცნება, რომ გადაფაროს რეალური პრობლემები, ჩვენ ვუყურებდით გუშინ უმძიმეს კადრებს TV პირველზე, როდესაც მოსწავლეები ძალადობენ სხვებზე, ურტყამენ, იმიტომ რომ ამ ბავშვებს არ აქვთ პერსპექტივა, არ აქვთ მომავალი, არ აქვთ სკოლა შესაბამისი და იმის მაგივრად ამ ბავშვებზე მსჯელობდეთ დღეს, ამ ბავშვების მომავალზე შეწუხებულები ვიყოთ და ვფიქრობდეთ, როგორ შეიძლება მათი რესოციალიზაცია და განათლება უარეს გვიწყობენ. ანუ ეს არის ტერორისტული აქტი. ტერორისტულ აქტებს გვიწყობს ქართული ოცნება ყოველდღიურად. და უარესი იქნება ჩვენ თუ ამას შევეგუებით.